გადაცემას. მოკლედ პირდაპირ სლოგანით დავიწყებ, ნაგვიშაყრა მარტივია იზრუნე გარემოზე. აი ამ კამპანიაში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობისთვის მიმდინარეობს ასევე ონლაინ PR კამპანია. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური Facebook გვერდიც, თუმცა გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურება კვლავ ხდება ქუჩების, მდინარეების, ტყეების, ხეების და მოკლედ თითქმის ყველა იმ ადგილის, რაც ჩვენი ქვეყანა მოკლედ დიდარია და ჩვენი ქვეყანას არაერთი ესეთ საინტერესო ადგილი აქვს, თუმცა სამწუხაროდ ისევ ჩვენ ადამიანები არ უფრთხილდებით ამ ადგილებზე. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მოსახლეობის დაუდევრობაა და ასევე ცნობიერებისა და გარემოს დაცვითი კულტურის დაბალი დონეა. თუმცა აი 15 იანვრიდან ანუ უკვე ხვალიდან ძალაშების კანონი ნარჩენების მართვის შესახებ და ამ თემაზე სასაუბრო დღეს ჩვენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მაია ბითაძე მოვიწვიეთ. მოგესალმებით ქალბატონო მაია, გილოცავთ ძველი დახალწას და ყველაზე დღესასწაულს, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ უახლოესი პერიოდის განმავლობაში და მოდით ვისაუბროთ თემაზე, რომელიც უკვე ხვალიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტუალური იქნება და უკვე პრაქტიკულად აქტუალური და მნიშვნელოვანი ეს თემა ჩემის აზრით უკვე კარგი ხანი არის და მithumetes თქვენი სამინისტროც აქტიურად არის უკვე კარგი ხანია ჩართული იგივე ამ კამპანიებში, რომელიც თუნდაც სატელევიზიო ეთერის მეშვეობით გადის გოლების სარეკლამო გოლები ხო შეიძლება თქვას. კარგია ზოგადად მართლა ის მოწოდებები და ის დამოკიდებულება, რომელიც თვითონ არის სამინისტროს მხრიდან ხორციელდება და ის ადამიანები, ვინც მოხალისეებად არიან აი ამ აქციაში და კამპანიაში ჩართული, რა თქმა უნდა, ისინიც მხოლოდ მადლობის ღირსნი არიან. მოდით დავიწყოთ, ხვალ უკვე შედის ძალაში კანონი. კანონი, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა, როგორც შემცველი ცნობილი. კი ბატონო. პირველ ყოვლისა მინდა დიდი მადლობა მოგიხადოთ მოწვევისთვის, გადაგიხადოთ მოწვევისთვის და ახალი წელი მიულოცოთ თქვენ მაყურებელს, თქვენ მართლაც ბრძანებთ კანონპროექტი მესამე მოსმენითაც მიღებულია, ხელმოწერილია საქართველოს პრეზიდენტს, გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მართვაში და ხვალიდან 15 იანვრიდან კანონის ძირითადი ნაწილი შედის ძალაში. რეალურად ეს არის ისეთი სამართლებრივი აქტი, რომლის მსგავსი ქვეყანას არ ქონია. არ ქონია იმ კუთხით, რომ არ იყო ერთიანი რეგულაცია, რომელიც დაარეგულირება ნარჩენების მართვის საკითხებს საქართველოში, როგორიც არის ნარჩენებთან მოპყრობის წესები, ნარჩენების შეგროვების, ნარჩენების ნაკადების აღრიცხვის, მუნიციპალური ნარჩენებთან მოპყრობის მექანიზმები და ასე შემდეგ. კანონპროექტზე მუშაობა დაახლოებით წელიწად-ნახევარი მიმდინარეობდა, ძალიან აქტიურად იყო ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში თვითონ გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელიც უშუალოდ ავტორია, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი კანონპროექტის და დიდი დახმარება კანონის შემუშავებაში გაგვიწია ევროკავშირმა, ევროკავშირთან დაახლოების პროექტის ფარგლებში მომზადდა წარმოდგენილი ნორმატიული აქტი, მონაწილეობდნენ ბულგარელი და გერმანელი ექსპერტები, რომელთაც ძალიან მაღალკვალიფიციური დახმარება გაგვიწიეს და შევეცადეთ, რომ კანონპროექტი ყოფილიყო ადეკვატური ქართული რეალობის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ყოფილიყო მზად იმ გამოწვევებისთვის, რაც ასოცირების ხელშეკრულებამ დააკისრა საქართველოს. ორი დირექტივა არის ასოცირების ხელშეკრულებით ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის შესაძლებლად სავალდებულოა, შესაბამისად ეს კანონიც მიუყვება ამ დირექტივებს. კანონპროექტი მოაწესრიგებს, როგორც გითხარით, და დაარეგულირებს ნარჩენების მართვას და ნარჩენების მართვა ეს არ არის მხოლოდ სანქციები და ჯარიმები, ბუნებრივია. ნარჩენების მართვა ეს არის კომპლექსური სისტემა, რომელიც ერთიანობაში მოიაზრებს როგორც თვითონ მოქალაქეების თვითშეგნების ამაღლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე პროცედურულ მექანიზმებს, როგორი უნდა იყოს შეგროვების სისტემა, როგორი უნდა იყოს ნარჩენების განთავსების მეთოდოლოგია, როგორ უნდა გაიყოს ერთმანეთისგან სახიფათო და არასახიფათო ნარჩენები. კანონი ძალიან ბევრი სიახლე შემოდის ჩვენ სამართლებრივ სისტემაში და არამარტო სამართლებრივ სისტემაში, თვითონ ცნობიერებაში, ანუ გვიჩნდება ისეთი ნარჩენები, რომელთანაც მოპყრობის განსაკუთრებული წესები აქვს მსოფლიოში დანერგილი და შესაბამისად საქართველოში დაინერგება ეს ეტაპობრივად. ძალიან კარგი, მაინტერესებს თქვენ პერიოდულად ახორციელებით სხვა სახის კამპანიას, რაც უკვე ახსენე. რამდენად ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ადამიანების შეგნების დონე და კულტურის დონე იყოს იმ სიმაღლეზე, რომ მათ არ ქონდეთ სურვილი თუნდაც ქუჩაში ელემენტარულად სიგარეტის კოლოფი გახსნა და რაც არის ქალით ვაც მოყვება და გადააგდო თქვა ძილს ან იგივე ნარჩენი გადააგდო მოწეული სიგარეტის ხო ან ასე შემდეგ მაგალითად რაღაც შეიძლება ხო ვიგულისხმოთ. აი ეს თვითონ დონე რო იყოს, აი თქვენმა აქციებმა თუ ასე ვთქვათ გამოიღო რაიმე შედეგი ამ ცნობიერების ამაღლების კუთხით.
დარწმუნებული ვარ, რომ გამოიყო, თუნდაც ის, რომ გამოხმაურება არის ძალიან დადებითი და ყველა ძალიან ისე თქვა, დიდი ენთუზიაზმით ელოდება ამ კანონის ამუშავებას, ეს უკვე ის, ასე ვთქვათ, დადებითი შედეგია, რაც სამინისტროს მიერ წარმოებულმა რამოდენიმე თვიანმა კამპანიამ გამოიყო. გარდა ამისა, თვითონ მოსახლეობის გარემოს ცნობიერება იმაღლებს და ამაღლებულია გარკვეულწილად ბოლო პერიოდის განმავლობაში და ის მოთხოვნები, ასე ვთქვათ, გარემოსდაცვითი მოთხოვნები, რაც ადამიანს და განსაკუთრებით ახალ მომავალთაობას უჩნდება, ძალიან ისეთი საცემია უკვე და ხელშესახებია. კონსტიტუციური უფლებაა, რომ ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უგნებელ გარემოში და ადეკვატურ გარემოში, შესაბამისად, აი ეს მოთხოვნილება, რაც ადამიანის უფლებთან არის დაკავშირებული, ამ მოთხოვნილებების, ასე ვთქვათ, გარანტიების შეგრძნება თითოეული ჩვენთაგანის სურვილია და ეს სურვილიც იმატებს. შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობაც მაღლდება პარალელურად და ეს PR კამპანიების ფარგლებში გამოჩნდა დაინტერესება საზოგადოების მხრიდან ჩართული ყოფილიყვნენ იგივე დასუფთავების აქციებში, რომლებიც ზაფხულში მიმდინარეობდა დაცული ტერიტორიების ფარგლებში, ამჟამად მიმდინარე აქციებში, სხვადასხვა კამპანიებში, რომელიც სამინისტროს ვებგვერდის მეშვეობით მიმდინარეობდა. ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით ნამდვილად, გარდა ამისა ჩვენი საზოგადოების უნივერსიტეტების სამსახური ძალიან აქტიურად არის ჩართული PR კამპანიაში. იცით რომ დაიბეჭდა სხვადასხვა ფლაიერები, ასე ვთქვათ, ბროშურები, რომლებიც ჟურნალ-გაზეთების შეძენასთან ერთად ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის, ანუ საზოგადოებისთვის უცნობი არ იქნება ის სამართლებრივი შედეგები, რაც გარემოს დაბინძურებას მოყვება 15 იანვრიდან, ასე ვთქვათ. კეთილი, მოდით მაშინ ვთქვათ ასე, ის ადამიანები, ვინც მას უკვე შეგნებით გააკეთებს და ეცდება, რომ შეგნებულად არ დააბინძუროს და გაუფრთხილდეს თავის ქვეყანას და გარემოს, მოკლედ ვინც არ გაუფრთხილდება, კიდე მას აიძულებს უკვე კანონი. მოკლედ რას მოიცავს ეს კანონი, რომელიც, ასე ვთქვათ, შეზღუდავს ამ დამღვრელ ადამიანებს და მოდით ვთქვათ ასე, ვინ გააკონტროლებს აი ამ დამღვრელებს. ბატონო, ანუ კიდე აღნიშნა, რომ კანონი არ შედგება მხოლოდ სანქციების ნაწილისგან, ეს არის შემადგენელი ნაწილი. სანქციები არის ძალიან საინტერესო, სწორედ იქიდან გამომდინარე, თითოეული ჩვენთაგანის ჯიბეს შეეხება იმ შემთხვევაში, თუ კანონს დავარღვევთ. მოქმედი კანონმდებლობითაც ისჯება გარემოს დაბინძურება, თუმცა წარმოდგენილი კანონპროექტმა და კანონმა ერთმანეთისგან გამიჯნა ნარჩენები ხარისხის, სახიფათოების, მოცულობის და ზომის მიხედვით და შესაბამისი ადეკვატური სანქციები და ჯარიმები განისაზღვრა. აქამდე როგორ იყო მაგალითად? აქამდე მაგალითად 50 ლარიდან იწყება დღესაც ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის. პრობლემები იყო აღსრულების თვალსაზრისით და პრობლემები იყო თვითონ სანქციებთან მიმართებით, იმიტომ რომ ერთი და იგივე ჯარიმა იყო დაწესებული, ასე ვთქვათ, სახიფათო თუ არასახიფათო ნარჩენები. ყველა სახის. ანუ იყო იქ, რა თქმა უნდა, არის დიფერენცირება, მაგრამ ეს ძალიან არაეფექტურია. ესეთი გამონაკლისი გვაქვს მაგალითად თბილისში გარემოს დაბინძურებისთვის, თითქოს თბილისი განსხვავდებოდა სხვა ქალაქებისგან და შემდეგ. ანუ იყო, ასე ვთქვათ, არაადეკვატური მიდგომა. თუმცა მე არ მახსოვს მაგალითად ამის გამო დარღვევის გამო აღსრულების პრობლემა ნამდვილად დგას. იცით რომ გარემოს დაცვის სამინისტროს თვითონ მაგალითად აქამდე არ ევალებოდა ქალაქის ტერიტორიაზე კონტროლი, თუმცა მოქმედი ამ კანონის ძალაშიშვის შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტროსაც დაევალება. აღსრულება დაევალება ასევე თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის სამსახურებს და საპატრულო პოლიციას ახალი რგოლია, რომელიც ჩაერთო გარემოს დაბინძურების სანქციების აღსრულების ნაწილში და სამწუხაროდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ დაემორჩილებიან დადგენილ ნორმებს, დაეკისრებათ პასუხისმგებლობა 50 ლარიდან ზემოთ. ანუ როგორც გითხარით, გვაქვს გრადაცია, 50 ლარიდან იწყება და 5000 ლარით თავდება, მაგრამ 5000 ლარი, რა თქმა უნდა, არ დაეკისრება ადამიანს, რომელიც ქუჩაში ნარჩენს გადააგდებს, აქ უკვე საწარმოო ნარჩენებთან გვაქვს. აი, ამაზე კონკრეტულად ვისაუბროთ, თუ რა სახის თქვა ჯარიმები და ეს როგორ იქნება კლასიფიკაცია ამ ჯარიმების, მაგრამ მოდი მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ და ვთქვათ, აი როგორ იქნება კონკრეტულად და რა კუთხით მოხდება კიდევ ერთხელ ვამბობ, მოკლედ ამის კონტროლი, აი იგივე მაგალითად საპატრულო პოლიციას დაევალება თუ არა ქუჩაში ვთქვათ მიაქციოს ყურადღება ან ვთქვათ იგივე შეიძლება იყოს ძალიან ბევრი კონფლიქტური სიტუაციაც არ მოიშვას ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობა მერე თქვას რომ მე გამიკეთებდა რა მექანიზმები არსებობს ამის რომ მოკლედ საკადრისა და სამართლიანად იქნას გაკეთებული ყველა ნაბიჯი. კი ბატონო, ანუ ძალიან საინტერესო საპატრულო პოლიციის როლი, რომელსაც განსაკუთრებული აქცენტი ექნება გაკეთებული გზებზე გარემოს დაბინძურებაზე. ანუ
ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან. კანონით ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით თუ იმ შემთხვევაში თუ კერძო სატრანსპორტო საშუალებიდან მოხდება გარემოს დაბინძურება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში თვითონ დამღვევი იქნება დაჯარიმებული. რაც შეეხება გამოვლენის მომენტს და იმის მტკიცებას, რომ მე ეს არ გამიკეთებია, ამისთვის ყოველთვის არსებობს სასამართლო და ჩვეულებრივი პრაქტიკა იგივე, როდესაც ჩვენ ღვედის გარეშე მანქანასაჭის მართვის შემთხვევაში შეიძლება პატრული, როდესაც მოვა, შეიძლება უთხრათ, რომ არა, მე მეკეთა ღვედი. ეს არ არის იმის შემოფეხებელი, რომ ჩვეულებრივად ადამიანს სახელი დაედოს. თუმცა არსებობს სასამართლო, სადაც შეიძლება ყველამ თავისუფლებები დაიცვას შემდგომ გასაჩივრების გზით. თვითონ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების ჩართულობა და მუნიციპალიტეტების მზაობა, რომ ადგილობრივ დონეზე გააკონტროლონ, იგივე მაგალითად საწარმოები იქნება ეს თუ ნებისმიერ ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც მაგალითად ინერტულ ნარჩენებს დატოვებს და არ უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიებებს, რომ იქნეს გატანილი. ამაზე კიდევ კითხვასაც დავსვამ, ცალკე თუმცა მადლობთ ტელემაყურებელს მოვუსმინოთ, რომელიც პირდაპირ ეთერში შემოვიყვანთ ხაზია სატელეფონოზე და გამარჯობათ გისმენ გამარჯობათ გილოცავთ ძველით ახალს გამარჯობათ იცი ძალიან მაინტერესებს მე ვცხოვრობ კორპუსში კორპუსის ეზო ნაგვიანდება ძალიან მიუხედავად იმისა რომ ჩვენი მეზობე გვის ზემოდან ბოთლები პარკები ნაგვის ცალსე აი ამი რა ხელს უნდა მიმართოს მაცხოვრებელმა რომელიც ცდილობს რომ იყოს სუფთა და აკურატნი ეზო აი რა გავაკეთოთ ნახევარზე მეტი ბინები გაქირავებულია და საერთოდ ისეთი ბინძური და ოხერი ხალხი ცხოვრობს რომ აი საოცრებასაც იზრდებიან სიგარეტის დამწვავი ნუ არ ვიცი საშინელი იქნება და აი რა გავაკეთოთ იქნებ რაღაცა გამოსავალი გითხრათ აი ვის მივმართოთ აი მართლა არა რომ ეს ხალხი დაისაჯოს გასაგებია დიდი მადლობა აქტიურობისთვის ნამდვილად შესუხებულია ხალხი და ის ადამიანები ვისაც მართლა აღგო ნაგებში ცხოვრება და თუნდაც იგივე მეც მინდოდა ესეთ შეკითხვა დამესვა ეზოები კორპუსები თუნდაც ხო როგორ იქნება გაკონტროლებული ხა 15-ის მერე თუ დაყარა ვიღაცამ ისინი იქნება დაჟირი თუ მანამდე ვინც დატოვა და ასე შემდეგ აი საინტერესოა ამის იდენტიფიცირება წარმოუდგენელია და უშუალოდ თითოეული ასე ვთქვათ ნარჩენი ვინ დატოვა თითოეული სიგარეტის კოლოფი თუ ნამწვავი ვინ გადააგდო სამშობლო ნარჩენთან დაკავშირებით უფრო მარტივად არის საქმე იმიტომ სამშობლო ნარჩენი ძირითადად ყრია ხოლმე მაგალითად იმ სამშენებლობის მიმდებარე ტერიტორიასთან იდენტიფიცირება რემონტს იმპერიოდში ვთქვათ ასე ანუ თითოეულმა ასეთმა პირმა იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი უნდა იზრუნოს შესაბამის ორგანოებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ამგვარი ნარჩენის განთავსებაზე ნაგავსაღრელზე და არ უნდა მოახდინოს მისი დაყრა ისეთ ადგილას, სადაც კანონმდებლობით არ არის დაშვებული. რაც შეეხება კორპუსებს, აი ქალბატონმა რა პრობლემაა დააყენა, ნამდვილად ესეთი სერიოზული პრობლემაა და ჩვენთაგას უხდება ასეთ პრობლემასთან შეხება, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ იცის მოქალაქე ვის მიერ არის ასე ვთქვათ ნარჩენი დატოვებული შესაბამისი შეტყობინება გააკეთოს ჩვენი ცხელი ხაზიც არსებობს მერიის ცხელი ხაზიც არსებობს და ამგვარად მოხდეს კანონდამტვერის გამოვლენა ამასთან ანუ ვიღაცამ დაარეკოს და უნდა მიანიშნოს როგორ უნდა მიანიშნოს ამ შემთხვევაში წარმოუდგენელია რომ თითოეული ნარჩენს ასე ვთქვათ იმ ნარჩენს რომელსაც შემდეგ მუნიციპალიტეტი დაასუფთავებს ან რაღაცასუფთავების აქციის ფარგლებში დასუფთავდება მივაკულიოთ თუ ვინ გადააგდო. აქ არის მტკიცების საკითხი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არის ფაქტი, როდესაც მაგალითად შეესწრება ზედამხედველი გადაგდების ფაქტს. ცხელ ხაზზე შეუძლიათ მოქალაქეებმა დატოვონ შეტყობინება და მინდა აღვნიშნო, რომ შენობიდან ნარჩენის გადაგდებისთვის განსაზღვრული ჯარიმა შეადგენს 100 ლარს. ანუ დიფერენცირებულია ფეხით მოსიარულეს მიერ გადაგდებული არის 80 ლარი, შენობიდან გადაგდებული ჯარიმდება 100 ლარი. კიდევ მაყურებელ კონსულს მოწყობილები პირდაპირ ხაზზე ასე რომ შემოუშვათ ის ეთერში გამარჯობათ გისმენთ. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ თქვენი მოსაზრება დააფიქსიროთ ან დასვათ შეკითხვა ჩვენ სტუმრად. გამარჯობათ. იცით რა არის ახლა პრობლემა? ცხოვრობთ კორპუსში. ნაგვის მანქანა მართალია მოდის? დიახ. გამარჯობათ.
კორპუსში ცხოვრობდა, ეხლა ორჯერ მოდის მართალია ნაგვის მანქანა, მაგრამ მოდის დილით საღამოთი. ეხლა მთელი დღე ხო არ ვიქნებით ქუჩაში, რომ როდის მოვა, არც ზარი ირეკება, არც არაფერი. ეხლა როგორ უნდა მოხდეს ეს გვაინტერესებს. კეთილი, დიდი მადლობა. სხვადასხვა ეს შეკითხვა მეც მინდოდა დამესვა არის თუ არა რესურსი იმის რომ აი ადამიანებმა ვთქვათ მის საცხოვრებელი დასახლებული პუნქტის ახლოს შეძლონ ვთქვათ მისი დარჩენების განთავსება აი სანაგო ბუნკერები იგივე ქუჩაში მაგალითად ვარ დააგდოს ადარეხ მე მაგალითად შეამწევ მანქანით ვატარებ მოკლედ ზუდა მე ხალხა სახში წამახო კი ბატონო ეთახებით რაც შეეხება თვითონ ნარჩენების შეგროვებისა ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურას გამომდინარე იქიდან რომ სახელმწიფოს ვალია რომ მიაწოდოს შესაბამისი სერვისი მოქალაქეებს და შემდეგ მოთხოვთ მათ რომ არ დააბინძურონ გარემო სახელმწიფო ამ ხრივაც გადადგა ნაბიჯები მომავალწლისთვის საკმაოდ დიდი ოდენობის თანხებია სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული იმისთვის რომ დამატებითი ინფრასტრუქტურა მოეწყოს განსაკუთრებით ყურადღება მიექცევა მიმდინარე წლის 15 წლის ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიექცევა სარეკრეაციო და ტურისტულ ზონებს სადაც მოხდება დამატებითი ნაგვის უბნების განთავსება და დამატებითი ავტოსატურის საშუალების მიწოდება რომლებიც უზრუნველყოფენ ნარჩენების გატანას რაც შეეხება დილას საღამოს ბუნებრივია მოდის ეს დასუფთავების მანქანები, რომლებსაც გააქვთ. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეებს არ აქვთ შესაბამისი ან არ ფიქრობენ რომ არაადეკვატურია რაოდენობა იმ ნაგვის ურნების, რომლებიც მათ რაიონში არის განთავსებული, შეუძლიათ მიმართონ თბილისის მერიას, რომელიც დამატებით იმსჯელებს დამატებითი ნაგვის ურნების გამოყოფის საკითხზე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ინფრასტრუქტურის მიწოდება და მოწესრიგება შეგროვების სისტემის თითოეული მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა, ამის თავზე მუნიციპალიტეტები ინფორმირებულნი არიან და მიმდინარე წლიდან იწყება უკვე გადაიარაღება, ასე ვთქვათ, და დამატებითი ნაგვის დამონტაჟება და დადგმა, ასე ვთქვათ, რეგიონების მიხედვით. გარდა ამისა, ამ კანონით 4 წლის შემდეგ საქართველოს გადავა სეპარირებული შეგროვების სისტემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტები უკვე უზრუნველყოფენ განსხვავებული ტიპის ნაგვის ურნების განთავსებას, ის შემდეგაც ჩვენ უკვე მოგვიწევს, ასე ვთქვათ, გამიჯვნა ერთმანეთისგან ნარჩენის და ეს უახლოს პერიოდში ალბათ არ მოხდება. ეს არის 4 წლის შემდეგ, ალბათ 2019 წლიდან უნდა გადავიდეთ ამ სისტემაზე, იმიტომ რომ ამაზე ერთბაშად გადასვლა წარმოუდგენელია, მით უმეტეს იმ რეალობის გათვალისწინებით, რა დღესდღეობით გვაქვს, იმიტომ რომ არის სოფლები, ახლა დიდ ქალაქებში შეგროვების სისტემა მეტნაკლებად უზრუნველყოფილია, მაგრამ არის სოფლები, სადაც ნაგვის ურნების ნაკლებობა შეიმჩნევა, ზოგან საერთოდ არ არის. ამიტომ ჩვენ ეს ლუფტი გავითვალისწინეთ და დისკრეცია დაუტოვეთ მუნიციპალიტეტებს, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ ის ტერიტორიები, სადაც არ არის შეგროვების სისტემა ჩამოყალიბებული და ასეთ სოფლებში თუ დაბებში მოსახლეობას არ დაეკისრება პასუხისმგებლობა ნარჩენების სანამ არ იქნება შექმნილი გარემო, იმიტომ რომ მაგრამ ამისთვისაც მათ გარკვეული ერთწლიანი პერიოდი აქვს მიცემული, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ ისე ააგონ თავისი ბიუჯეტი უკვე 2016 წლიდან, რომ ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული, რის შემდეგაც მთლიანად ამოქმედდება ეს კანონპროექტი ყველა დასახლებული პუნქტისთვის. ასევე მინდა დავამატო ცხოველური ნარჩენების ამაზე ვთქვით აუცილებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს დრო კიდევ გადაცემის მეორე ნაწილშიც ვისაუბრებთ ამ თემაზე, თუმცა მანამდე მოდი ქალბატონი, რომელიც რეკავდა, გვატყობინებენ, რომ ითხოვს ცხელი ხაზის ნომერს, რაც მაშინ უბრალოდ და იქნებ უთხრათ კიდევ ერთხელ. სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერი არის 153, ასევე 112-ზე შეუძლიათ დარეკვა და მერის ცხელი ხაზის ნომერი ზუსტად არ მახსოვს. 153 არის გარემოსდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის. აი შეუძლებელია თქვა ქალაქის ტელეფონიდან 153 აკრიფონ, პირდაპირ როგორც 112 იკრიფება და იქ განაცხადონ თქვა იმ ფაქტებზე, რომელიც მათ იგულ შეიძლება იყოს შექმნილი. კი ბატონო და ამ შემთხვევაში ანუ მოხდება უკვე ორგანიზება თუ ვინ გავა, საბადრო პოლიცია იქნება ეს თუ გარემოსდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური თუ თბილისის მერიის, მაგალითად თბილისის შემთხვევაში თუ მერიის ზედამხედველობის შესაბამისი სამსახური, მოხდება შესაბამისი რეაგირება, როგორც ყველა სხვა სამართალდარღვევაზე, რომელსაც შეუძლიათ მოქალაქეება განაცხადონ როგორც 112-ზე, ასევე 153-ზე. მე შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, თქვენ შეგიძლიათ აქტიურად ჩაერთოთ გადაცემის მსვლელობაში და დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 255-67-27, ასევე მოგწეროთ ჩვენ Facebook გვერდზე, რომლის მისამართია შუადღე TV3-ზე და მოიწონოთ ეს გვერდი, შემდეგაც მოკლედ დასვა თქვენი თქვენთვის სასურველი შეკითხვა თუ მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრება. ერთ-ერთი ტელემაყურებელი სწორედ Facebook გვერდზე წერს, რომ მოკლედ
ძველი ნაგავია დატოვებული ეზოში და ვინ მიხედავს ამ ნაგავს. ანუ სხვადასხვა ეს კითხვა მეც გამიშთა, რადგან 2015 წლის 15 იანვრის შემდეგ დაყრილ თქვა ნარჩენებზე იქნება ეს რეაგირება თუ მანამდეც დატოვებულზე როგორ იქნება საინტერესოა. ჩვენ არ მოქონდეს იმის მოლოდინი, რომ ხვალ დილიდან ჩვენ გავიღვიძებთ და საქართველოში არც ერთი პოლიეთილენის პარკი არ იქნება არც ერთ ხეზე, ან არც ერთი ბოთლი, ან არც ერთი ნამწვავი არ იქნება გამფენილი სხვადასხვა ტერიტორიებზე. აქ არის კომპლექსურად გადასაწყვეტი საკითხი, ერთის მხრივ მუნიციპალიტეტის ვალდებულება, რომ დაასუფთავოს იმავე რეჟიმში, რაც ასუფთავდა და უფრო აქტიურად და ეფექტიანად და მეორეს მხრივ, რომ მოქალაქეებმა აღარ წარმოქმნან დამატებით ახალი ნარჩენები. როდესაც მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახური ახდენს დასუფთავებას, დაახლოებით ერთ კვირაში იგივე მდგომარეობა არის, იმიტომ რომ ემატება ახალი ნარჩენი. აქ არ მოხდება, რა თქმა უნდა, გამიჯვნა, რა ხანდაზმულობა აქ ამ ნარჩენს, ამას არავინ გააკონტროლებს. ასე ვთქვათ, უპატრონო დაყრილი ნარჩენის დასუფთავების ვალდებულება მუნიციპალიტეტს აქვს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხოლო მოსახლეობის ვალდებულებაა, რომ დამატებით არ გადაყარონ ეს ნარჩენები. სატელეფონო ზარიაცა ჩვენთან შემოდის ტელემაყურებელს დავუთმობთ. ჩვენი ეთერი გამარჯობათ გისმენთ. გამარჯობათ. მაინტერესებს მე ვცხოვრობ ვარკეთილში. ჩვენს ზემოთ არის სასაფლაო, ეგრეთ წოდებული დამპალო სასაფლაო, რომელიდანაც ნებისმიერი ხარის თუ არასტაბილური ბუნებრივი პირობების დროს მოდის უამრავი ნარჩენი, გვაქვს ეზოების სავსე, აი ამ ხელოფნებით, აი ამ ყვავილების პარკებით და ასე შემდეგ რა, აი აუტანელია აბსოლუტურად. აი იქნებ რაიმე ზომები მიიღოთ ამასთან დაკავშირებით, რომ იმ სასაფლაოებიდან წამოსული ეს ნარჩენი არ მოხდეს ჩვენი ეზოებში და ბავშვები არ დაბინძურდნენ ამ ყველაფრით. საინტერესო შეკითხვაა, ძალიან დიდი მადლობა აქტიურობისთვის და ჩართულობისთვის. მართლაც ესეთი მომენტია, ვინ უნდა გააკონტროლოს, თუნდაც აი კერძო ადგილებიდან, იგივე სასაფლაოდან წამოსული ნაგვის ქარი, ხა ვარკეთილში და ალბათ არის დასახლებული ადგილები თბილისში, სადაც ძლიერი ქარი იცის, ხო? სადღაც თქვა განმოტანილი ნაგავი, რომ უკვე მოსახლეობამ არ საკუთარ ეზოში არ იცვალოს და არ ხვედოს მერე. აქაც გვაქვს საქმე თვითონ მესაკუთრესა და მუნიციპალიტეტს შორის გამიჯნულ ვალდებულებებთან, კანონპროექტით დადგენილია და ეს ზოგადადაც ესეა, რომ ვალდებულია თვითონ ნარჩენების წარმოქმნელმა იზრუნოს თავის ნარჩენებზე, შესაბამისად მუნიციპალიტეტს კანონპროექტით აქვს უფლება, რომ მოთხოვოს კერძო მესაკუთრეს ტერიტორიის მფლობელს, რომ უზრუნველყოს საკუთარი ტერიტორიის დასუფთავება. წინააღმდეგ შემთხვევაში მუნიციპალიტეტს ექნება საშუალება, რომ მოახდინოს კანონდამტყობის, ამ შემთხვევაში ტერიტორიის მესაკუთრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. კანონპროექტით ეს გათვალისწინებულია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ახალი ნარჩენების წარმოქმნისგან, დამატებისგან მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს, ტერიტორიის მფლობელი ვალდებულია მის მიერ წარმოქმნილი ნარჩენისგან გაანთავისუფლოს ტერიტორია. ვინ გააკონტროლებს ამას? გააკონტროლებს ჩვეულებრივად ისევი სამი სუბიექტი, რომელსაც ჩვენ ახლა ამასაც სპეციალური ზარი ჭირდება ხელხაზზე და ასე შემდეგ. ხო, სპეციალური ზარი ჭირდება გარდა იმისა, რომ დასუფთავების სამსახური როგორ მუშაობს, რომ დილით ადგენენ და ასუფთავებენ შეტევის ტერიტორიას, ასუფთავებენ გზებს, ეზოებს. იმ შემთხვევაში თუ არის ესეთი ტერიტორია, სადაც მოსახლეობა ხედავს, რომ არ ხდება ამ ტერიტორიის დასუფთავება, შეუძლიათ მერის ხელხაზზე გააკეთოს შესაბამისი შეტყობინება და მუნიციპალიტეტი ვალდებულია, რომ აღნიშნული ტერიტორია დაასუფთავოს. და იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტი გამოავლეს, რომ ხდება დაბინძურება კერძო მესაკუთრის ტერიტორიიდან წარმოქმნილი ნარჩენებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს აქვს უფლება, რომ მოთხოვოს ამ კერძო მესაკუთრეს, რომ უზრუნველყოს ტერიტორიის დასუფთავება. მთელი ჯაჭვი არის. ჩვენ საუბარი სარეკლამო ჭრისა და საინფორმაციო კოლაჟის შემდეგ შევახსენებთ ტელემაყურებელს, რომ ჩვენ საუბრობთ მოკლედ ნარჩენების მართვის კოდექსის შესახებ კანონზე, რომელიც უკვე ხვალიდან ამოქმედდება და ჩვენი სტუმარი გახლავთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მაია ბითაძე, ასე რომ სარეკლამო ჭრის შემდეგ ჩვენ კვლავ დაგიბრუნდებით აი ამ თემით პირდაპირ ეთერში.